ადამიანების დამაგრება და ვიცი რომ ახალი კომპონენტი ალბათ თქვენს პროგრამას რომელიც ასევე პაკეტად შეუძლია ამ პროგრამის მის განთავსებას საკრედიტო საგარანტიო სქემა. ძახილი ამ პროგრამის რომ ამ პროგრამით ჩვენ გვინდა და ამ ყველაფრის გაცნობა და თქვენამდე მოტანა. თუ სოფოსს ესე იგი 2000-ზე მეტი არის ისეთი განსაზღვრა 500 ლარი. და მინდა გითხრათ ეს თანამშრომლობა. რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა გააჩეროს ახალი კომპონენტი, სრულიად ახალი. იცით თქვენ რომ ჩვენ სტაჟირების მიმართულებით ისედაც ასუბსიდირებდით ადამიანების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში. ახლა ცალკე გამოვიტანეთ მაღალმთიან რეგიონებში ადამიანების დასაქმების, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კომპონენტი და დავუშვით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი. 3 თვის მანძილზე ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 1100 ლარი გადავუხადოთ ადამიანს თუ კი იგი დასაქმდება მაღალმთიან რეგიონში დარეგისტრირებულ საწარმოში და ასეთი საკმაოდ ბევრია ქვეყანაში. მეორე კომპონენტი არის ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი 6 თვის მანძილზე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო წარმოებას დამსაქმებელს, რომელიც დაასაქმებს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანს გადაუხდის 500 ლარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის, იქ ხალხის დამაგრებისთვის ადგილზე, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და წახალისებისთვის, მეწარმეობის წახალისებისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან საწარმოში ხელფასის სუბსიდირებას. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ რეგიონებში მოსახლეობასთან, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მათი პირველ რიგში მათი მოსაზრება იყო და მათი წუხილი იყო, რომ ადგილზე რას ვთავაზობთ მათ, რომ ადგილზე შევთავაზოთ დასაქმების შესაძლებლობა და ეს კომპონენტი ვფიქრობ, რომ შექმნის რეგიონში კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილს. პროგრამა ახალისებს დასაქმებულებს, რომ ისინი დარჩნენ ამ კონკრეტულ რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებზე საუბარი, არ წავიდნენ იმ ეკონომიკურ ცენტრებში, სადაც ბიზნეს აქტივობა უფრო მაღალია და სადაც უფრო მეტი შანსი რომ დასაქმდნენ, დარჩნენ ადგილზე. ამ პროგრამის კიდე მესამე კომპონენტის არსებობა, რასაც ქვია პროფესიული გადამზადების, ასე ვთქვათ, შესაბამის პროგრამების არსებობა, აი ეს ერთიანად ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას იმისაც, რომ მაღალმთიან რეგიონებში იყოს ბიზნესი აქტიური და ასევე იყოს ის ადამიანები, დარჩენილი ადამიანები, რომლებიც აქამდე მიგრაციაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული.